რამდენად დიდი გავლენა აქვს თანამედროვე ირანს საქართველოში, ვის კულტს განადიდებენ ირანის გავლენის ქსელში გახვეული ადამიანები და ქართული ოცნება. შევეცდებით ამ რეპორტაჟით გავარკვიოთ. ბოლო დროის პოლიტიკური მოვლენები აჩვენებს, რომ ოცნება საგრძნობლად დაუახლოვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის სისხლიან რეჟიმს. ამ ფონზე ფონიჭალის შიიტურ მეჩეთში პარასკევის ლოცვაზე მივედით. ვეცადეთ მიგვეღო პასუხები იმაზე, რა დამოკიდებულება აქვთ აიათოლა ჰამეინის სიკვდილთან. ესწრებოდნენ თუ არა მისი დაკრძალვის ცერემონიალს, ან რას ფიქრობენ ირანის მზარდ გავლენებზე საქართველოში და ქვეყნებს შორის საომავლო ურთიერთობებზე. აიათოლას დაკრძალვაზე თუ იყო მრევლი თქვენი? არა, ჩვენ იმასთან დაგახშირებით რაღაცები არ არის და არ ყოფილხართ. და არ შეიძლება აქეთ ის ამის გამო რაღაცა გადაღება. პირდაპირ კავშირშია, მართალია. კავშირი ეხლა არ აქვს, ეხლა ჩვენ საქართველოში მაგას ირანში რანაირი კავშირი უნდა იყოს. იტის ლიდერი ითვლება, მაგრამ ჩვენთან მაგ კავშირი არ მაქვს არანაირი. მოწმინე ბირი და იმას პოლიტიკას რა უნდა. მეჩეთში მხოლოდ ლოცვის გადაღების უფლება მოგცეს. საკუთარ დამოკიდებულებებზე საუბარი არც იმამებმა და არც მომლოცველებმა არ ისურვეს. ამიტომ რეპორტაჟი ანალიტიკოსებზე დაყრდნობით მოვამზადეთ. თქვენთან ერთად თვალს მივადევნებთ თანამედროვე ირანში მიმდინარე მოვლენებს, ცხადია საქართველოს კონტექსტში. ისევე რელიგიური თვალსაზრისით მარტო ირანი არ არის აქტიური საქართველოში. ისლამს გულისხმობა. თურქულს და ირანულ ორგანიზაციებს შორის გარკვეულწილად კონკურენცია არსებობს იგივე აზერბაიჯანულ მოსახლეობაში. ირანი საქართველოში უკვე დიდი ხანია იყენებს ბილ ძალას, ოღონდ აქ არის ნიუანსი რელიგიური ბილიძალა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? პრაქტიკულად შევხედოთ 11 ქვეყანაში სამეზობლოში ასე ვთქვათ, ამის საშუალება ირანს არ აქვს. აზერბაიჯანი რო ავიღოთ, აბსოლუტურად შეზღუდულია. სომხეთში ამას ვერ გააკეთებს. საქართველოში არსებობს ამისთვის საშუალებები და ირანი იყენებს ამ საშუალებებს. میخائیل قابلاشویلی رئیس جمهور محترم جمهوری گرجستان რამდენად მძლავრია ირანული საფრთხეები ოცნების ხელისუფლების პირობებში. მაშინ, როცა ოცნების ხელისუფლება ირანში ხშირად დადის და კრიტიკას და შფოთს ამ ნარატივით პასუხობს. გინდათ რომ რაღაცა დაპირისპირება თუ შუღლი გააღვივოთ რელიგიურ ნიადაგზე, ნამდვილად არ გამოგივათ. მიეცით ადამიანებს თავისი აღმსარებლობის ნორმალურად წარმართვის შესაძლებლობა, არანაირი უცხო ქვეყნის გავლენებს ამ ქვეყანაში ადგილი არ აქვს. გვაქვს საჯარო პოზიცია ივანიშვილის რეჟიმის, რომელიც პირიქით ყველას ვინც ამ თემაზე რაღაცა ყურადღებას გამახვილება დავიწყეთ, ვიწოდა წენის თავისუფლების მტრები და ეთნიკური შუღლის გამოგონებლები. რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმი ფარისეულობის მაგალითებს იძლევა ხოლმე ყოველთვის. ეს არის ის ხალხი, რომელიც სწორედ სამოქალაქო მშვიდობას, თანხმობას, თანასწორობას, წენის თავისუფლებას პირველი უქმნიდა საფრთხეში, რომ გვახსოვს, რომ სადაც კანონმორჩილი ჩვენი უმცირესობების წარმომადგენლები იყვნენ, იქ ქმნიდნენ შუღლს, ხო? როცა საუბარი არის წენის თავისუფლებაზე, ანუ პირდაპირ უცხო ქვეყნის ბოროტების კულტის მიმდევარი იდეოლოგიის მქონე რეჟიმის პირდაპირ გავლენაზე, არალეგალურ ფულზე, ამ ქსელებზე სადაც არის საფუძვლიანი ეჭვი და პირდაპირ მტკიცებულებების, რომ რეკრუტირება ხდება ჩვენი მოქალაქეების ამ რეჟიმის ინტერესებისთვის, ტერაქტებისთვის, დაზვერვისთვის, ხო მაგალითებია. აქ წენის თავისუფლების საფარქვეშ არიან, რომ არ უნდა გაეკარონ ამას. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს რწმენის თავისუფლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვის სურათს ეთაყვანებიან, ვისთან მიხავთ, ვის დატირებაზე, ვინ შეიძლება იყოს მისაბაძი. ამავე დროს, რა ქსელს ამზადებს ირანი საქართველოში, მაშინ, როცა ერთისთვის ალი ჰამეინი წამებული, მეორესთვის კი ბოროტების კულტია. აქ არის საუბარი იმ ქვეყნის იდეოლოგიის გავრცელებაზე, ეს უკვე იდეოლოგიაზე ლაპარაკი და რელიგიაზე, იმიტომ რომ ის შიიზმის ის ვერსია, რომელიც წარმოადგენს ოფიციალურ იდეოლოგიას ამ სახელმწიფოში, დიდად არის დაშორებული ისტორიულ და ტრადიციულ შიიზმს. ნებისმიერი პოლიტიკური სამოქალაქო თავისუფლების დროშის ქვეშ შემოდის იდეოლოგია, რომელიც ხადაგებს სიკვდილს, ძალადობას, ტერორიზმს. ის ავტომატურად კარგავს ყველა იმ პრივილეგიას, რაც უფლებასთან ახლავს. ასე რომ არ არის სოციალური თავისუფლების მოიხმარო როგორც ფარი
თუ კი ქადაგებ ძალადობას. ირანი რეჟიმის შიდა საყრდენებს ყველგან ეძებს და პოულობს საყრდენს საქართველოში, მათ შორის პროპაგანდის მეშვეობით, რომელიც ნაღმებს დებს ამ გზაზე. რა ნარატივებს ატარებენ ეგრეთ წოდებული ბლოგერები, ოცნების პროპაგანდისტები, მაშინ როცა რუსეთი და ირანი ისედაც მოკავშირე ქვეყნებია. თუ ჩვენს რესპონდენტებს დავიმოწმებთ, საქართველოსთან მიმართებაშიც ეს სისხლიანი სახელმწიფოები ჰარმონიულია და ოცნების პოლიტიკასთან თანხმედრაშია. ჩაიყვანეს იქიდანში და მებიდან გადააღებინეს, ვინ მისცემს უფლებას, ხო წარმოიდგინეთ, სხვა თუ არაფერი, ხო, რომ შენობის თავზე ავიდეს, აი პანაშვიდის და მსვლელობის სამგლოვიარო მსვლელობის დროს და გადაიღოს, ხო, ვინ მისცემს თუ სახელმწიფო დონეზე არ არის ეს გადაწყვეტილი. მეტი საქმე არ მაქვს, რომ მე საქართველოში ამერიკას და ისრაელს ვკითხო, ვის პანაშვიდზე ჩავალ. ჩვენი ქვეყნის ტრის და სამწუხაროდ ივანიშვილის რეჟიმის ბუნებრივი მოკავშირის და სიუზერენის რუსეთის ხელისუფლების და ირანის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა ბევრ რამეში და არის ისინი მოკავშირეები არიან პირდაპირ გაგებით უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში პირდაპირ იარაღის მიწოდებით და ზოგადად იმ ამოცანის თვალსაზრისით რომ არ უნდა დაუშვან თავისუფალი სამყაროს სიძლიერე და ჩვენ რეგიონში თავისუფალი სამყაროს გაძლიერება. მიხეილ ყაველაშვილის მრჩეველს საგარეო საკითხებში ლუკა ეხვაიას პრეზიდენტის სასახლის ადმინისტრაციასთან ორჯერ მივაკითხეთ. ბატონი მიხეილის საგარეო მრჩეველს ვეძებ ლუკა ეხვაიას. მასთან კითხვები გქონდა, როგორ ჩაიარა აიათოლას გლოვის ცერემონიალმა, რომელსაც მისი პრეზიდენტიც დაესწრო და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ ვიზიტებმა საქართველოსთვის დასავლეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გზაზე. ვიდრე ჩვენ ლუკა ეხვაიას ვეძებთ უკვე ორი კვირაა. ნანახი გექნებათ ირანის ელჩი საქართველოში საზეიმო ღონისძიებებს რომ მართავს. თუ კი რეგიონიდან იქნება რაღაც ოპერატიული ასე თქვა ქმედება ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენც გვექნება ამაზე რეაქცია. სპეციალისტებისთვის ელჩის ბოლოდროინდელი განცხადებების ნარატივი პირდაპირ თითის ქნევად და მუქარად აღიქმება და რა თქმა უნდა საგანგაშოა. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი არის ასე ვთქვათ ესეთი ასე ვთქვათ ვიზიტები და იგივე ვთქვათ რეაქცია არ ყოფილა ელჩის რამდენიმე არც თუ ისე კორექტულ განცხადებაზე გავიხსენებთ ის ისტორია რომ რაღაცა ამერიკული თვითმფრინავი დაჭდა და იმას მოყვა ელჩის განცხადება პრინციპში მუქარა პირდაპირი მნიშვნელობით მუქარა და შემდეგ საკმაოდ ასე ვთქვათ ირანის წარმოჩენა რომ ჩვენ ყველაზე მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ვართ და ასე ვთქვათ ქართველები როგორ მივიღეთ და ალუმინია დაპყრობითი ომები არ ქონია ირანს და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ეს რეალობასაც ცდენილია და კიდევ ვიმეორებ რომ ზოგჯერ ასეთი გამოსვლები ხდება სერიოზული დიპლომატიური სკანდალის საფუძველი. ნახეთ ირანის ელჩის ამ ადამიანის რომელიც დიპლომატიურ ჩარჩოებს გახსნილია ყველანაირი თვალსაზრისით ხო პოლიტიკურ კომენტატორად იქცა და რაღაც მოწოდებს გეობდა სადაც პირდაპირ მუქარა იყო რომ ვინც მათთვის მიუღებელ ნაბიჯებს გაადგავს ისეთ ქვეყანა მათ შიგნით აუფეთქებთ ვითარებას. რეპორტაჟს ფონად გასდევს ალი ჰამეინის მრავალრიცხოვანი დაკრძალვის და გლოვის ცერემონიის ხმა და კადრები. მთავარი კითხვა იმაშია, ვის ორბიტაზე ვართ. ოცნებას შესაძლოა ჰგონია, რომ ამ პოლიტიკით საფრთხეებს გაანეიტრალებს, მაგრამ დღევანდელი ირანი ის სახელმწიფოა, რომელმაც 2026 წლის იანვარში 50,000-ზე მეტი საკუთარი მოქალაქე სასტიკად მოკლა. ყველგან სადაც მათ გავლენა მოიპოვეს სერიოზული, ამას მოყვა უბედურება იმ ქვეყნისთვის. იმ ჯერ თემისთვის სადაც მოიპოვეს, მე მთლიანად ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, ჩვენ ამის ნიშნებს ხედავთ, ანუ ეს სიტუაცია არ არის ჯერ იქ მისული, რასაც უყურებთ ლიბანში, სირიაში, იემენში და იდენტური კი არ არის. ანუ ხედავთ ამ ტიპიურ ნაბიჯებს, რომელსაც ისინი დგავენ, ხო? როდესაც რელიგიურ ინფრასტრუქტურას ჩაიგდებ ხელში და შემდეგ ძველად აქცევ ჯერ იმ თემს, რომელიც ამ რელიგიის მიმდევარია, იმის და მიუხედავად რომ უმრავლესობა შეიძლება მხარს არ გიჭერდეს და ჩვენთანაც ჩვენი ეთნიკური
ქართველი აზერბაიჯანელების უმრავლესობა კიდევ კაი და ესეც უნდა დარჩეს ყოველთვის არ არის ამ სიკვდილის კულტის მიმდევარი, მაგრამ შეიძლება უმრავლესობა არ იყოს, მაგრამ მაინც კონდეს ძალა ამ უმცირესობას, რომელსაც ინფრასტრუქტურა აქვს, კონდეს გარე ხარდაჭერა, შემთხვევაში პირდაპირ ამ რეჟიმის ისი უტყუარი მტკიცებულებების გვაქვს ზღვა და არ კონდეს არანაირი ეფექტური წინააღმდეგობა იმ ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან, სადაც ვართ. ირანი არის საერთაშორისო სამართლებრივი სისტემიდან ამოვარდნილი ქვეყანა. ეს რეალობა დღეს არსებობს, ეს მოცემულობა არის და არაფერი შეცვლილა. ამერიკა არის საომარ მდგომარეობაში და საქართველოს აცხადებს, რომ შენთან მინდა სტრატეგიული ურთიერთობების განახლება და ახალ ფაზაზე გადავიდა. ამ დროს ამერიკის მტერთან ჩადიხარ და უმსამძიმრებ პრინციპში ამერიკულ ისრაელური ოპერაციის შედეგად განადგურებული სულიერი ლიდერის, ასე ვთქვათ, პანაშვიძეზე ხარ, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად რაც თუ ისე კორექტული ნაბიჯი არის პარტნიორის პარტნიორის მიმართ. რადიო თავისუფლების ეს კადრები აჩვენებს, რომ ირანის რეჟიმის იდეა საქართველოშიც ცოცხალია და აშკარაა. ძლავრია ირანის გავლენების გაძლიერების საფრთხეები, რისი კონტროლიც ქართული ოცნების მხრიდან არ ხდება. ეს ტრადიციული მსვლელობა, ეს არის გლოვის მსვლელობა, ასე ვთქვათ, მისტერიის ხასიათის არის, ტრადიციული არის, მაგრამ როდესაც ასეთი მსვლელობების დროს მეჩეთებში ჩდება პოლიტიკური, რელიგიური ლიდერების პორტრეტები, უკვე სხვა მომენტი არის, აქ ხო ბუნებრივია. ყველანაირ ხალხს აქვს უფლებები, მაგრამ ეს უფლებები თავდება იქ სადაც იწყება ძალადობის საფრთხე და მით უმეტეს ტერორიზმი და ამ უფლებების ნაწილია, რომ ჩვენ მოვახდინოთ მათი ოსტრაკიზება, ვინც ხადაგებს იმას, რომ მათთვის მიუღებელია აქაური და საქართველოში არსებული კონსტიტუციური ჩარჩო. ეხლა ვიღაცა გვეტყვის, რომ რეჟიმი ყავს, რომელმაც კონსტიტუციური ჩარჩო დაარღვია და რა თქმა უნდა, ეგ არის ჩვენი პრობლემა, მაგრამ ამ რეჟიმის ძალისხმევით, მოქმედებით ჩვენ დამატებით ნაღმს ვიდებთ ჩვენივე მოქალაქეებს შორის ჩვენ ქვეყნის შიგნით. ირანის საელჩოსთან თვეები და წლებიც კი ირანელი დისიდენტები რეჟიმს აპროტესტებენ. ბოლო დროს ისინი შიშობენ, რომ ქართული ოცნება მათ მასობრივ დეპორტაციას დაიწყებს და იმ ქვეყნის მიმართულებით გააგზავნის, სადაც მათ ციხეებში წამება და სიკვდილით დასჯა ელოდება.